2017 წლის 6-10 სექტემბერს მზეზე მომხდარი ძლიერი ამოფრქვევების გამო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები სპეციალურ ნაკვეთურში გადაიყვანეს, რათა დასხივება შეემცირებინათ. ისინი ხომ დედამიწის მაგნიტური ველით ნაკლებად არიან დაცული, ვიდრე ჩვენ. აღსანიშნავია, რომ მათთვის მზის აქტივობის მინიმუმი უფრო საშიშია, რადგან კოსმოსის სიღრმეებიდან და არა მზიდან მომავალი ზეენერგიული ნაწილაკები მზის სისტემის შიგნით მინიმუმის დროს უფრო ადვილად აღწევენ. ისინი კი ადამიანისთვისაც და ტექნიკისთვისაც გაცილებით საშიშია. ასე რომ კოსმოსური ფრენების დაგეგმვის დროს გარკვეული ბალანსის მოძებნაა საჭირო. რაც შეეხება აქტიურ მზეს, ხანგრძლივი მინიმალური აქტივობის მერე მზე აღარ არის ისეთი წყნარი. მზის დინამიკის კოსმოსურმა ობსერვატორიამ SDO ნათობის სურათები ულტრაისფერ დიაპაზონში გადაიღო. მასზე სამხრეთ ნახევარსფეროს აქტიური ზონაა გამოსახული. პირობითი ფერებით შექმნილი ფოტო 1 მილიონ გრადუსზე მეტად გაცხელებულ პლაზმას გვიჩვენებს. ჩანს ამოფრქვეული ბოჭკოვანი სტრუქტურები და პროტუბერანცები, აგრეთვე პატარა ანთება აქტიური ნაწილის მარცხენა მხარეს. მას თანსდებდა მილიარდ ტონიანი პლაზმური მასის კორონალური ამოფრქვევა. მაღალენერგიული დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარი პლაზმა დედამიწისკენ მოემართებოდა. ამ ნაკადს 150 მილიონი კილომეტრის დასაფარავად სულ 2 დღე დასჭირდა. კორონალური ნაკადი დედამიწის მაგნიტოსფეროს შეეჯახა და მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია. ასევე ჩრდილო და სამხრეთ პოლარული ნათება. ეგრეთ წოდებული მზის მინიმუმის დროს ჩვენი ნათობის ზედაპირზე მცირე რაოდენობის ლაქები და პროტუბერანცები წარმოიქმნება. ახალი კვლევის ავტორებმა ივარაუდეს, თუ როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული მთლიანი ციკლისა და მინიმუმის პარამეტრები მზის შიგნით პლაზმური ნაკადების ცირკულაციაზე, მზის კონვეიერზე. როგორც წესი, მზის გააქტიურებისა და აქტიურობის შემცირების ციკლი 10.7 წელი გრძელდება. ამ დაკვირვების ათვლა 1755 წლიდან მიმდინარეობს. მათგან რიგით 23, რომელიც 2008 წლის დეკემბერში დამთავრდა, საშუალოსთან შედარებით გაცილებით დიდი დროით გაგრძელდა 12.6 წელი. თან წარმოქმნა ყველაზე ნაკლები რაოდენობის ლაქები დაკვირვებების 100 წლის განმავლობაში. ახალმა ციკლმა ძალიან გვიან აიღო სტარტი. იყო ძლიერი მინიშნებების გააქტიურებისკენ, თუმცა ნათობი მაინც უცნაურად წყნარი რჩებოდა. მეცნიერებმა რთული კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს, რომელიც გვიჩვენებს ურთიერთდამოკიდებულებას მზის კონვეიერის წაგრძელებასა და აქტიური პერიოდის ხანგრძლივობას შორის. გაიზარდა დრო, რომელიც პლაზმას ერთი წრის გასავლელად ჭირდება. სხვა მოსაზრებით, პროცესი კონვეიერის სიგრძით კი არ აიხსნება, არამედ მასში გამავალი პლაზმის სიჩქარის მატებით. პლაზმა რეკორდულად სწრაფად ბოლო 5 წლის განმავლობაში მოძრაობდა.